დღევანდელ ვიდეოში თქვენთან ერთად ვიმოგზაურებთ თურქეთის ულამაზეს საკურორტო ქალაქში ბოდრუმი. გაჩვენებთ როგორია ღამის ბოდრუმი, გავისეირნებთ ეგეოსის ზღვაზე საკრუიზო იახტით. დავესწრებით საერთაშორისო ცეკვის ფესტივალს, სადაც საქართველოს სახელით ხარაგაულის ქორეოგრაფიული ანსამბლი უბისი წარსდგება. ასევე გავიცნობთ ბრაზილიელ მოცეკვავეებს და ვნახოთ თუ შევძლებთ მათ ქართულად დალაპარაკებას. მოკლედ საინტერესო მოგზაურობა გველოდება, ასე რომ წავედით. ქალაქი ბოდრუმი ეგეოსის ზღვის სამხრეთ რეგიონში მდებარეობს. ალბათ ბევრმა არც იცის, რომ დღევანდელი ბოდრუმი ანტიკურ ხანაში ცნობილი იყო როგორც ჰალიკარნასი, მდიდარი და გავლენიანი ქალაქი მცირე აზიაში. სწორედ აქ იდგა მსოფლიოს 7 საოცრებიდან ერთ-ერთი, მეფე მავსოლეს გრანდიოზული სამარხი, რომელიც მისმა მეუღლემ და ამავდროულად დამ არტემისიამ მის საპატივცემულოდ ააშენა ძველი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნეში. მავზოლეუმის სიმაღლე 46 მეტრს აღწევდა. ჰალიკარნასის კულტურა იყო ელინისტური და აღმოსავლური ელემენტების შერწყმა. ბერძნული სვეტები, ეგვიპტური პირამიდის ფორმის სახურავი და სპარსული დიდებულება. ძეგლმა ბევრ საუკუნეს გაუძლო, საბოლოოდ კი ომებმა დაანგრია და მისი ქვებით სასახლის ასაშენებლად გამოიყენეს. გარდა ჰალიკარნასის მავზოლეუმისა, ბოდრუმში მდებარეობს წმინდა პეტრეს სასახლე, ბოდრუმის თეატრი და მთავარი სანახაობა ეგეოსის ზღვა. თანამედროვე ბოდრუმი წარმოადგენს მომაჯადოვებელ საკურორტო ქალაქს თეთრი სახლებით, ნავსადგურებითა და უამრავი ყურეებით. ქალაქში ტრადიციულად სახლები თეთრად არის შეღებილი. ეს მხოლოდ სილამაზისთვის არაა. თეთრი ფერი მზის სიცხეს ირეკლავს და შენობებს უფრო გრილად ინარჩუნებს. ბევრ კარსა და ფანჯარას ლურჯი ფერი აქვს. არსებობს ლეგენდა, რომ ლურჯი ფერი ავითვალისაგან იცავს სახლს. ეს ტრადიცია თურქეთის ბევრ რეგიონშია გავრცელებული. დღესდღეობით ბოდრუმი ითვლება ეგეოსის ზღვის სანაპიროზე ყველაზე ლამაზ ქალაქად, ტურიზმისა და დასვენების პოპულარულ ცენტრად. ზაფხულში ქალაქი ფაქტობრივად არიძინებს. სანაპირო, მუსიკა, ღამის კლუბები და სავსე ქუჩები ბოდრუმის ერთ-ერთი მთავარი ნიშან-თვისებაა. აქ არქიტექტურაში, საჭმელში და მუსიკაშიც კი იგრძნობა ეგეოსის რეგიონის შერეული გავლენა. ამ მშვენიერ ქალაქს 2025 წლის მაისში ვესტუმრეთ, რათა მონაწილეობა მიგვეღო საერთაშორისო ცეკვის ფესტივალში. გზა საკმაოდ გაიწელა, ბავშვებით გატენილი ავტობუსი დაახლოებით 40 საათი დასჭირდა, თუმცა მთელი თურქეთი გამოირჩევა საინტერესო ლანდშაფტით და შესაბამისად დროც შემჩნევლად გადის. სასტუმრო, რომლის სახელიც აღარ მახსოვს, გამოირჩეოდა სისუფთავით, გემრიელი საჭმლით და კამკამა აუზებით. ყოფებით ქალაქ ბოდრუმში, ღამის ქუჩებში ვართ და დიდად რომ გითხრათ, რომ რაღაც სასწაული ხდება არა. ჩვეულებრივი უბრალო ბარებია და ისეთი არაფერი. ხალხით რომ თქვა რომ 100,000 დამსვენებელი ჩამოდის, მართლა არ არის. აი, სეზონი უბრალოდ ჩვეულებრივად არის. სუვენირები ვიყიდეთ. დიდი არაფერი არც ეს. ზოგადად ფასები ძალიან ძვირი არ იყო, სუვენირები, საჭმელი, ყველაფერი ეფიღერდა. დაუვიწყარია კრუიზი ეგეოსის ზღვაზე. ზღვაში ასობით კუნძულია. დღეს ეგეოსის ზღვა ცნობილია კრისტალურად სუფთა წყლით. ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს ამ რეგიონს. ბევრ ადგილას ფსკერი ქვიშიანი ან ღია ფერის ქანებითაა დაფარული, რაც წყალს კიდევ უფრო ნათელ ლურჯ და ფიროსისფერ ელფერს აძლევს. ქარები და დინებები წყალს სისუფთავეს უნარჩუნებს, რის გამოც ის ნაკლებად მღვრიეა. ეგეოსის ზღვის სანაპიროზე იახტით მოგზაურობა აქ განსაკუთრებულად პოპულარულია. ეგრეთ წოდებული ლურჯი კრუიზი სწორედ ბოდრუმიდან გახდა ცნობილი. ტურისტები რამდენიმე დღით იახტაზე ცხოვრობენ და კუნძულებსა და ყურეებს სტუმრობენ. ქალაქის სილამაზე ყველაზე კარგად აღიქმება ზღვიდან, რომლის კრუიზით დაახლოებით 15 ევრო დაგვიჯდა. ჩვენ რამდენიმე დღით არ წავსულვართ, რამდენიმე საათით წავედით. მივდივართ დემით, კუნძულების ასათვალიერებლად. ეს არის დაახლოებით 7 საათიანი მოგზაურობა. ამას შედის უკუება, სასმელი, ყველაფერი. ასევე კუნძულებზე გადასვლა იტანაობა 7 საათის მანძილზე, რა ვიცი, რამდენი უნდა ვიაროთ, არ ვიცი, ეს არის გვეუბნებიან რომ კვიპროსის კუნძულებზე მივდივართ. ჩანს ხედი, უამრავი ახალი პატარ-პატარა ქალაქები და კუნძულებზე დასახლებები. ეს მოგზაურობა სხვა რომ არაფერი, მხოლოდ ეგეოსის ზღვაში ცურვით არის გამორჩეული და დასამახსოვრებელი.
რაც შეეხება ბოდრუმში მოგზაურობის მიზეზს, ცეკვის საერთაშორისო ფესტივალს. ანსამბლი უბისი, რომელშიც ჩემი შვილები ცეკვავენ, ყოველთვის გამოირჩევა საუკეთესო ნომრებით, ბავშვების სილამაზით და ქორეოგრაფების პროფესიონალიზმით. ჩვენი ბოდრუმში ყოფნის მეოთხე დღე დღეს არის ცეკვა, ბავშვები მიდიან ფესტივალზე, უნდა იცეკვან. მთლიანური ბავშვები არიან ქართულ სამოსებში გამოწყობილი დროშებით და ამბით მოკლედ მთელი ქუჩა ჩვენ გვიჭირავს. ბოდრუმში გამართულ ქორეოგრაფიულ ფესტივალზე ანსამბლმა უბისი შეასრულა ცეკვა მთიულური. სრული ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ არხზე ხარაგაული და ხარაგაულელები, რომელს გაგიზიარებთ აღწერაში. ჩვენი გამოსვლა დაემთხვა ბრაზილიელი მოცეკვავების გამოსვლას. ბავშვებმა ბრაზილიელებს ასწავლეს ქართული სიტყვები, დიდი სიამოვნებით გადაიღეს ფოტოები და დამეგობრდნენ სოციალურ ქსელებში. საქართველო! My language country. საქართველო! 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 მოდით უკეთებან ვაჩას დაურეკავ საქართველოში. ეს არის ბოდრუმში ყოფნის დღე ჩვენთვის ბოლო საღამო. 5 ბედნიერი დღე გაგრძელდა ჩვენი მოგზაურობა ბოდრუმში. გზას საქართველოსკენ ისევ 40 საათს მოვუნდით. დამღლელი გზის მიუხედავად დასამახსოვრებელია ყოველი წუთი, რასაც ბავშვების გარემოცვაში ვატარებთ. ჯიმონიებს აკეთებ. ერეგრე თავის რაღაცებს აკეთებ. ეს ახსნო. იმემუნე მოხოს. გავაჟოთ. პოპულარული უნდა გაგხადო. გოგოებშიც. ტატუიან გოგოებშიც. We are now Bodrum and this is so good. Amindi.